კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა არის linked listები. ანუ ქართულად რო ვთქვათ, დაკავშირებული ლისტები. რომელიც არის ერთ-ერთი საკითხი ალგორითმების და data სტრუქტურების, ეს linked list-ის არის ერთ-ერთი data სტრუქტურა, რომელიც შეიძლება შეხვდეთ ალგორითმების გასაუბრებაზე. ზოგადად ბევრ რამეში გამოიყენება ისეთ საკითხებში, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგრამ არ ვიცით იმის უკან რა დგას სინამდვილეში. და ეს თემა რო ვიცით, უფრო ძლიერები ვიქნებით ალგორითმებში. და რაღაც გონების საორჯიშოც არის ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თხად მარტივი არაა. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება და ჯერ გეტყვით, რომ ამ ლექციის განმავლობაში ბევრი კითხვა გაიჩნდებათ თქვენთვის. რაც ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ მარტივი საკითხი არაა. და ჩემი რჩევა იქნება, რომ აი ამ ლექციის ჩანაწერს შემდგომ კიდევ 1-2-3 ჯერ უყუროთ. იმიტომ რომ დარწმუნებულად დაგჭირდებათ რაღაც მომენტებში დაპაუზება, თქვენი ცდა, ჩაფიქრება და ასე შემდეგ. ამიტომ მაგას არ შეუშინდეთ, არა აუცილებლად რომ მაინც და მაინც დღესვე ამ 1 საათნახევარში გააზრებული გქონდეთ ბოლომდე სად რა როგორ ხდება. უბრალოდ ეცადეთ რომ ლოგიკურად წამოვყვეთ. თუ რაღაცა ბოლომდე ვერ გაიაზრეთ არა უშავს, ჩემი რჩევა იქნება რომ მე ამ ლექციას უყუროთ კიდევ 1-2 ჯერ. ან იმდენჯერ რამდენჯერაც დაგჭირდებათ. მოკლედ, linked list-ი არის data სტრუქტურა, რომლის რეპრეზენტაცია შეიძლება აი ასეთი მარტივი პატარა ჩანახატით. ანუ გვაქვს რამდენიმე node არის ცალკეული ელემენტი, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ანუ დალინკული. ანუ თითოეული node, თითოეული ელემენტი შეიცავს რაღაც დატას და ასევე pointers. Pointer-ი არის, ასე ვთქვათ, ის არის შემდგომი ელემენტისკენ. ანუ ეს პირველი node შეიცავს 100-ს, მაგალითად როგორც დატას და next-ი არის pointer-ი, რომელიც უკავშირდება შემდგომ nodes, ანუ შემდგომ ელემენტს. მეორეს თავისთავად არის data 200, აქ next-ი, ანუ pointer-ი, ანუ ის არის მიმართული შემდეგი node-ისთვის. და ასე გვაქვს head-ი არის შეთვალით პირველი ის node, რომლიდანაც ვიწყებთ მთლიან linked lists. და სულ ბოლო node-ის, ანუ სულ ბოლო ელემენტის next pointer-ი არის null, იმიტომ რომ არაფერს არ უკავშირდება. ამას უწოდებენ კუდსაც. იმიტომ რომ ბოლო ელემენტია linked list data სტრუქტურაში და ის არაფერს აღარ უკავშირდება. ანუ ამით მარტივად შემიძლია გავიგო ერთი ელემენტზე რომ აქვს სტომა, ამის შემდგომ რა მოდის. ძალიან მარტივად შემიძლია რომ გავიგო. ეს მაინც მთლიან ლექციის განმავლობაში აქ მექნება. თვალყურივად ვიმნოთ. ასევე რაღაც პრეზენტაციასავით მაქვს შექმნილი და ეს იმედია გაგუმარტივებს ამ მასალის გააზრებას. ამასაც გამოვიყენებ ხოლმე შიგადაშიგ. ოკეი. ძალიან მარტივი ჩანაწერით რო დავიწყოთ. მოდი, ხელით შევქმნათ ჯერ თითოეული ელემენტი. მაგალითად, შევქმნათ n1, ანუ node 1 ელემენტი, რომელიც იქნება data 100 და ასევე n2 node 2, რომელიც იქნება data 200. და მე ეს რო გავხადო linked list-ი, მომიწევს რომ n1 nodes ჩაუწერო next property, ეს pointer-ი ჩვეულებრივი property არის, რომელიც უკავშირდება n2-ს. მოდი დავაკონსოლოთ ახლა. და გავუშვით. ნახეთ? ესაა ჩვენი linked list-ი. მთლიანი ეს ობიექტი, რომლის data არის 100 და ასე აქვს next pointer-ი და ეს უკავშირდება შემდგომ node-ს, data 200-ს. ასევე შემეძლო რომ სიტყვაზე n2-ისთვის ჩამეწერა next-ი და ყოფილიყო null-ი, იმიტომ რომ აღარაფერს აღარ უკავშირდება. და ამასაც პირველი node-ის შემდგომი ელემენტი არის data 200, data 200-ის next pointer-ი უკავშირდება არაფერს. ესა რაღაც ძალიან მარტივი რეპრეზენტაცია linked list-ის. მაგრამ დღეს ჩვენ linked list-ები უნდა ვაკეთოთ კლასების მეშვეობით, რათა უფრო მარტივი გახდეს მათი შექმნა და მათზე მანიპულაციები. ან ერთი კლასი გვექნება თვითონ node-ების წარმოსაქმნელად, ანუ ელემენტების შესაქმნელად. კლას node და ვარქვათ
გავუკეთოთ კონსტრუქტორი, ანუ ყალიბი და აქ იქნება data და next. Data არის ის ინფორმაცია, რომელსაც node ინახავს და next არის pointer-ი, ანუ რაღაც რეფერენსი შემდგომ ელემენტისთვის, რომელიც თავიდან default-ად null იყოს. აქ დავწეროთ this data უდრის data-ს, this next უდრის next. თავიდან null-ია, default-ად. ანუ ახლა მე რო node შევქმნა, const n1 უდრის new node, data გადავწოთ 100 და დავაკონსოლოთ ჩვენი n1. ნახეთ, გვაქვს node, ერთი node, რომლის data არის 100 და next pointer-ი მიმართება null-ს, ანუ არც არაფერს. მე თუ გავაკეთებ მეორე node-ს, const n2 უდრის new node 200, ну აქაც იგივე იქნებოდა, რა თქმა უნდა. უბრალოდ data იქნებოდა 200. თუმცა მე შემიძლია რომ n1 შექმნის დროს მეორე არგუმენტიც გავატანო და უთხრა რომ next pointer-ი იყოს n2. ნახეთ? ანუ ერთი node ხო შექმნა n2, რომელიც არის data 200 next null. და n1 როცა შევქმნი გადავაწოდე 100-იანი და n2. ანუ რა გამოვიდა რომ ამ ობიექტის data არის 200, ხოლო next property არის მეორე node. ანუ data გვაქვს 100, next-ი არის ახალი node, ანუ მიმართება pointer-ი ახალ nodes, რომლის data არის 200 და next-ია null, იმიტომ რომ ეს არის უკვე კუდი ამ linked list-ის, ასე რომ ვთქვათ. თუმცა ასე შემოტება ხელით არ უნდა გვიწევდეს. გვექნება ახალი კლასი linked list-ი და აი ამ linked list კლასიდან დავაგენერებთ linked list data სტრუქტურას, რომელიც ანუ ჩვეულებრივი ობიექტია და პროპერტებია, მაგრამ ლოგიკურად რთულია რა, იმიტომ რაღაც თავისი წესები და basic ინფორმაციები აქვს. ამასაც მოდი ყალიბი გავუკეთოთ, კონსტრუქტორი, რომელსაც თავიდან ორი პროპერტი ექნება, this head, ანუ საწყისი რა აქვს, საწყის თავიდან null იქნება და ასევე გქონდეს size, ზომა. რომ გავიგოთ რამდენი ელემენტია linked list-ში, ანუ აქ მაგალითად არის 1 2 3 4. 4 ელემენტი არის ამ linked list-ში. ეგის მოდი დავთრეკოთ და თავიდან იქნება head-ი null, იმიტომ რომ აქ head-ი კი არის 100-იანი node, მაგრამ თავიდან ხო ცარიელია ჩვენი linked list-ი, ამიტომ არაფერი არ გვექნება. მოდი else დავარქმევ linked list-ი შემოკლebulad უდრის new linked list და დავაკონსოლოთ ეს head-ი არის null, size-ი არის 0. და ჩვენი მიზანი არის, რომ აი ამ linked list-ში შეგვეძლოს სულ თავში ახალი node-ის დამატება, ასევე ბოლოში node-ის დამატება, node-ის გამოკონსოლება, კონკრეტულ ინდექსზე node-ის შემოტება და კონკრეტულ ინდექსიდან node-ის ამოღება. ანუ რამდენიმე მეთოდი ექნება ამ ჩვენს linked list-ს, რომ შევძლოთ მასზე მანიპულაცია. ჯერ მოდი ერთიან ჩამოვწერ კომენტარებით და მერე ნელა გადავუყვეთ. ანუ პირველი იქნება insert first node, რომ ჩავსვათ ახალი node ამ linked list-ის თავში. მერე გქონდეს insert last node, რათა ელემენტი ჩავსვათ linked list-ის ბოლოში, ასევე insert at index, რომ ჩავსვათ linked list-ში რაღაც node-ი კონკრეტულ ინდექსზე, აი მაგალითად მე მინდა რომ 0 1 მეორე ინდექსი ჩავსვა 500, ანუ გამოვა რომ 100 200 500 300 400 მექნება. ანუ აქაც ნუმერაციები იგივენაირად ითვლება როგორც მასივში. ანუ პირველი node არის მენულ ინდექსზე, პირველ ინდექსზე, მეორე ინდექსზე, მესამე ინდექსზე. ასე გვექნება რომ უბრალოდ გამოვაკონსოლოთ რაღაცა ინდექსი, რაღაცა node კონკრეტულ ინდექსზე, get at
index, ანუ მაგალითად მინდა რომ გავიგო მეორე ინდექსზე რომელი ნოუდი დგას. 0, 1, 2 დგას 300. ასევე გქონდეს remove at index, რომ ამოვშალოთ კონკრეტულ ინდექსზე ნოუდი, ანუ მეორე ინდექსზე რაც დგას ნოუდი არის 0, 1, 2, ეს ნოუდი მინდა რომ ამოვშალო. მაგისთვის დამჭირდება ეს მეთოდი. ასევე მქონდეს მეთოდი რომ ლისტით დავასუფთავო და ასევე რომ გამოპრინტო ლისტის data. ანუ 100, 200, 300, 400 მისი შემცველი ელემენტები. Okay? და დავიწყოთ მოდი პირველიდან insert first node. ანუ მე რო თავიდან მაქვს ცარიელი linked list-ი, იდეაში პირველი node, ანუ head-ი უნდა მიმართებოდეს პირველ nodes. ანუ მე რო შევქმნი პირველ ერთ nodes, ეგ მიკავშირებული იქნება head-თან, ანუ ახლა უკვე ნალი კი აღარ იქნება, არამედ რაიმე კონკრეტული node. Insert first მეთოდი შევქმნათ, რომელიც პარამეტრად მიიღებს data-ს და რას ვიზავთ? This წერტილი head უდრის, ანუ I am linked list-ის head-ს შევცვლი და მივანიჭებ ახლად შექმნილ nodes. New node. New node-ით იქნება ერთი ცალი node. ანუ ეს კლასი არის ერთი ცალი node-ის შესაქმნელად განკუთვნილი, ხოლო ეს linked list-ისთვის. და გადავსვემ data-ს, მაგალითად 100-ზე გავდესავ თავიდან. და ასევე this წერტილი heads. ეს რატომ ჭირდება? აი წეღანას რომ ხელით ჩავწერე, რატომ ჭირდება და მე როდესაც ერთი node მაქვს, მაგალითად 100-იანი, head-ი მიემართება პირველ nodes. მაგრამ მე რომ ამ linked list-ის თავში 200 შევსვავ, ანუ 100-მდე, გამოდის რომ head-ი უნდა გადაიწევს ერთით მარჯვნივ. და ამ 100-იანს მიუკავშირდება next-ად ის 200. და რა თქმა უნდა გავზრდით size-საც. This წერტილი size ++. რათა დავთრიქოთ და დავაპდეითოთ linked list-ის ზომა. მოდი გამოვიძახოთ insert first-ი და გადავაწოთ 100-იანი. და დავაკონსოლოთ ბოლოში LL. ანუ ჩვენ linked list-ი როგორ შეიცვლება. ნახეთ? linked list-ი არის ასეთი, გვაქვს head-ში ეს node-ი, რომლის data არის 100 და next-ი მიემართება null-ს, არც არაფერს. იმიტომ რომ მე node-ი შექმნისას სულ თავიდან არაფერი არის next-ი რა, სულ პირველ სტადიაზე. მაგრამ მე თუ აი ამ მეთოდს კიდევ ერთხელ გამოვიძახებ და 200-ს გადავცემ. აქ რა მოხდება ნახეთ? 200-ი რო გადავეცი, data არის 200, ანუ ახალი node-ი რო შეიქმნა, data 200-ია და მისი next pointer-ი არის this წერტილი head-ი. და this წერტილი head-ი linked list-ში არის აი ეს node-ი. ანუ გამოდის რომ 200-ის node-ი ჩაემატება აქამდე და მისი pointer-ი მიემართება აი ამ nodes, this წერტილი heads. ანუ ყოველთვის this წერტილი head-ში ინახება პირველი node. გავუშვათ. ნახეთ, size 2-ია. head-ში მაქვს ახლა უკვე data 200 და მისი next pointer-ი, ანუ ის არის უკავშირდება 100-იან nodes. ანუ elements. ანუ რამდენჯერაც ახალ elements, ანუ ახალ nodes დავამატებთ ჩვენს linked list-ში, იმდენჯერ head-ი გადაიწევს ერთით აქეთ, მარცხნივ. იმიტომ პირველ ელემენტი უნდა იყოს ყოველთვის head-ი. და რადგანაც ახალ nodes ვქმნი, ამ ახალი node-ის pointer-ი ხო უნდა იყოს წინაზე პირველ ელემენტი რაც იყო იქ. ანუ თავიდან ერთი ელემენტი მქონდა და next-ი ნალი იყო, იმიტომ რომ აქამდე ცარილი მქონდა head-ი. მაგრამ მე 200 დავამატე. 200-იან nodes next pointer-ი ხო ჭირდება და რა იქნება ეს next pointer-ი? რა და აქამდე რაც იყო head-ში, ეგ node-ი. ანუ this წერტილი head-ი. და next შევუმატე აი ეს node. ეს არის insert first node მეთოდი. ახლა შევქმნათ მეთოდი,
იმისთვის, რომ დავამატოთ node linked list-ის ბოლოში. ან და მანამდე მოდი უბრალოდ დავაკონსოლებ data-ს, რომ ზოგჯერ ამხელა linked list-ის გამოსახვა არ მოგვიწიოს. Print list data. On მარტო data-ს დავაკონსოლებ ამ მეთოდში. ანუ 100, 200, 300. ეს სტრუქტურა არ გვინდა მთლიანად. სტრუქტურა თუ მოგვინდა, ls დავაკონსოლებთ და ეგა. აქ ნახეთ რა პრობლემაა. მე არ ვიცი linked list-ში რამდენი ელემენტი იქნება. ანუ უნდა დავლუპო როგორმე. და ეხლა იდეაში ეს ერთი property როგორ უნდა დავლუპო. ანუ ამ head-ში ნახება იდეაში ყველაფერი აბსოლუტურად, მთლიანი linked list-ი. როგორ უნდა დავლუპო? როგორ და მე შემიძლია შევამოწმო სადამდე მექნება რაღაც ერთი ელემენტი, current-ი და ყველა იტერაციაზე current-ი იქნება next-ი. ანუ თავიდან current-ი არის ეს, მერე current-ი არის აი ამ node-ის next-ი, ანუ ეს, მერე current-ი იქნება აი ამ node-ის next-ი, ანუ null-ი და როგორც კი null-ამდე მივალთ, ეგ იმას ნიშნავს, რომ გავედით linked list-ის ბოლოში და გავჩერდებით. ანუ თავიდან current-ი იქნება this head-ი, ანუ მთლიანი სტრუქტურა და სანამ current-ი არსებობს, დავაკონსოლებთ აი ამ current node-ის data-ს და ყველა იტერაციაზე current-ი გახდება current next-ი. ანუ თავიდან current-ი თუ არის აი ეს, მერე იქნება აი ამის next-ი, ანუ ეს. მერე იქნება ამის next-ი, ანუ null. და მოდი დავპრინტოთ. Print data. გამოვიდა 200 და 100. ანუ პირველად 100 ჩავამატეთ, მერე 200 დავამატეთ წინ და გამოვიდა data 100, 200 და 100. თუ გინდათ ამას გადავული იმითაც დებაგერით, უფრო მარტივი გასაზრებელი იქნება. ნახეთ, თავიდან current-ი არის მთლიანად აი სტრუქტურა. ეს data 200 და next-ი რაღაც ახალი node-ი. current-ი ახლა ხო არსებობს, კი, ამიტომ გამოვაკონსოლებთ current-ის data-ს, ანუ 200. გამოვიდა 200 და ეხლა current-ი გახდება აი ამ node-ის next-ი. შემდეგზე უნდა გადავიდეთ. და linked list benefit ისე აქვს, რომ შემდეგი node ინახება next property ეგრევე. current-ი უდრის current next, ანუ current-ის სვალი შეიცვლება და გახდება ამისი next property. ანუ data 100 next null. ახლა current-ი არსებობს? კი, არსებობს, ამიტომ გამოვიტანთ აი ამ current-ის data-ს და current-ი გახდება აი ამ node-ის შემდეგი node, next-ი. ანუ null. რადგანაც current-ი null-ია, ციკლი ჩერდება და მორჩება ელემენტების დაპრინტვა. აქაც პრეზენტაციაში რო განახოთ. ანუ ეს არის linked list-ი JavaScript-ში. ნუ აქ არ შეიმჩნიოთ ქვევით ნულები უწერია. UI-ს ხარვეზე არის და ანუ 300, 200, 100-ია რა. ანუ პირველი ელემენტი არის 300, მეორე node-ია 200-ით data არის 200, მერე 100 და ბოლოს null, ანუ თავისი კოდია გაკეთებული. და მე როდეს nodes ვქნი, ნახეთ აქ მიწერა key properties. Data, the value stored in the node. ანუ data არის მნიშვნელობა, რომელიც ინახება node-ში და next-ი არის reference to the next node or null. Next-ი არის მითითება pointer-ი, ის არის შემდგომი node-ისკენ. ან შეიძლება null იყოს, იმიტომ რომ ბოლოში აღარ გვაქვს node-ი. და თავიდან როცა ვქნით linked lists, ეს head-ი მიემართება პირველ nodes და size-ი გვჭირდება, რომ დავთრეკოთ node-ების რაოდენობა. თავიდან linked list-ი არის სერიალი და როდესაც დავამატებ linked list-ში რაღაც ელემენტებს, size გახდება 3, იმიტომ თუ დავამატეთ 300, 200, 100-იანი node-ები, რაოდენობა მათი არის 3. და ესაა მეთოდი პირველ ელემენტის შემატებისთვის. და რა სტეპები გვაქვს? პირველი სტეპი, how it works. გვჭირდება რომ შევქმნათ ახალი node რაღაც data-თი.
ახალი node-ის next იქნება ძველი head-ი. რომ დავაბლეითოთ. და ახალი head-ი იქნება ახალი node-ი. ანუ თავიდან თუ გვაქვს 200 და 100 და მინდა რომ თავში ჩავამატო 300-იანი node-ი, ანუ გამოდის უნდა შექმნა ახალი node-ი და დავაკავშიროთ ძველ head-ს. ანუ ეხლა head-ი დაიწყება 300-დან და არა 200-დან. და საბოლოო შედეგი გვაქვს ქვევით after graph-ში. ანუ head-ი გახდა 300-იანი node-ი და აი ამ ახალი node-ის next-ი არის ძველი head-ი. ძველი head-ი ხო იწყებოდა 200-დან. ეს ძველი head-ი დავუკავშირეთ ახალი node-ის next-ს. იმიტომ რომ head-მა გადმოვიწია ერთით მარცხნივ. ახლა გადავიდეთ insert last-ზე. ანუ გვინდა რომ ჩავამატოთ node linked list-ის ბოლოში. insert last. აქაც data გვაქვს. აქ რა ხდება? ნუ ეს ცოტა უფრო კომპლექსურია. იმიტომ რომ მე ხა ეს უფრო მარტივი იყო, იმიტომ რომ თავში ვამატებდით. head-ი იცვლებოდა, ახალი node-ი იკავშირდებოდა და ამ ახალი node-ის next-ი არის ძველი head-ი. მაგრამ აქ ეგრე არა, ანუ აქ ჯერ უნდა გავიგოთ ბოლოში რომ ვამატებთ, ბოლოს სად ვამატებთ, არ ვიცით ბოლო სადაა. ამიტომ აქაც ციკლი მომიწევს, რომ გავუყვე თანდათან აი ამ linked lists და სადაც დამხვდება ნალი, ანუ კუდი, იქ ჩავწე, იქ იმას მივაკავშირებ ახალ nodes ბოლოში. ანუ აქ რომ ნალი დამხვდა, ესე იგი აღარაფერს აღარ უკავშირდება, ბოლოში ვართ, შევქმნი ახალ nodes და მივაკავშირებ. და იმ ახალი node იქნება კუდი რა. ახალი node-ის next იქნება კუდი უკვე. მოდი შევქმნით ახალი node, let node უდრის new nodes. და data. აქ მეორე არგუმენტი არ მჭირდება. default-ად იქნება ნალი, იმიტომ რომ თუ ბოლოში ვამატებთ ახალ nodes, მისი next pointer-ი იქნება ნალი, ანუ აღარაფერს აღარ მიმართება. იმიტომ რომ ბოლოში ვამატებთ. აქაც current დამჭირდება. რას ვაკეთებთ ახლა? ნუ აქ ერთი case შეგვიძლია გავითვალისწინოთ და ვთქვათ რომ თუ linked list-ი საერთოდ ცარიელია, მაშინ ეგრევე heads მივაკავშიროთ ახალი node-ი. ანუ თუ this head-ი არ არსებობს, ანუ სულ თავიდან ხო არ არსებობს head-ი, ნალია. იმიტომ რომ აქ მიწერა რომ თავიდან ნალია, ანუ თუ ცარიელია linked list-ი, მაშინ ეგრევე heads მივაკავშირებ ახალ nodes. და ერთი node მექნება, მეტი არაფერი. ანუ if linked list is empty, make node as a head. და თუ რაღაც ელემენტები მაქვს linked list-ში, მაშინ ასე გავაკეთებ. ისევ current-ის ლოგიკას გამოვიყენებ. ანუ იქამდე გადავალ next-ებზე, სანამ ბოლოში არ დამხვდება ნალი. ანუ current-ი იქნება ამ შემთხვევაში this head-ი, ანუ თავიდან იქნება აი ეს მთლიანად. და სანამ current-ის next-ი არსებობს, ანუ ამჟამად აი აქ next-ი ხო არსებობს, ამ current-ის next-ი არის ახალი node-ი. ამის next-ი არ არსებობს, ესე იგი ესაა ბოლო ელემენტი და შემიძლია რომ აქ მივაკავშირო ახალი node-ი. სანამ არსებობს, მანამდე შევცვლი აი ამ current-ს. current-ი უდრის current next-ს. ანუ თავიდან current-ი არის ეს, მერე ხდება აი ამის next-ი, ანუ ეს, მერე ხდება ამის next-ი, ანუ ნალი. და ეს ციკლი რომ მორჩება, გამოდის რომ ბოლო node-ამდე მივედით და ამ ბოლო node-ის next-ი გახდება node-ი. ანუ აი აქ next-ში ჩავწერთ ახლად შექმნილ nodes, რომელიც next-ი არის ნალი, იმიტომ რომ აქ არაფერი გადავაწყვეტთ. და ნუ ბოლოს აი ამ ყველაფრის if else-ის ბოლოს size გავზრდი ერთით, იმიტომ რომ ერთი ელემენტი ჩაემატა. მოდი გავტესტოთ. ახლა ხო აქვს 200 და 100. მოდი ბოლოს შევამატოთ insert last 300.
ანუ ახლა უნდა იყოს 200, 100 და 300 წესით. ნახოთ აბა. ეგა 200, 100 და 300. ამასაც გადავუვართ მოდი ჯერ ამას გავხსნი. ნახეთ რა მოხდა. insert insert last. თავიდან მაქვს head-ი, ანუ თავიდან სტრუქტურა არის 300, 200, 100. current-ით მიწევს რომ თითოეულ ელემენტს გადავუარო და ნახო სად მაქვს next-ი. თუ next-ი არსებობს, ესე იგი ბოლო ელემენტზე არ ვართ და დავაპდეითებ. ანუ ამჟამად მეორე იმას რო გავუყეთ რა, მეორე horizontal wells. current-ი ჩერდება ბოლოში 100-იანზე, ანუ გამოდის რომ აი ამ ბოლო current node-ის next-ად ჩავსვავთ ახალ nodes, ანუ current next იქნება ახალი node-ი, რომლის კუდი მიმართება null-ს, იმიტომ რომ ბოლო ელემენტია და მეტი პოინტერი აღარ აქვს. გადავავართ ასევე debugger-ით. თავიდან იყო აი ეს. შექმნით ახალი node-ი, data 300 next-ინალი, არაფერს არ მიემართება. ნუ ეს linked list-ის არილი არა, ამიტომ აქ არ შევალთ. და ახლა current-ი არის this head-ი. ანუ current-ი არის მთლიანად ეს node-ი. და სანამ აი ამის next-ი არსებობს, მანამდე გადავალთ ნანა მარჯვნივ. არსებობს აი ამის next-ი ხო არსებობს აი ეს არის. ამიტომ current-ი გახდება current-ის next-ი. ანუ ეს node data 100 next-ი null. ნახეთ, data 100 next-ი null. ახლა არსებობს ამის next-ი? არ არსებობს. null-ია. ესე იგი გავედით linked list-ის ბოლოში და აი ამ node-ის next-ში ანუ pointer-ში ჩავსვავთ ახალ nodes. მივაკავშირებთ. აი ასე. და ნახე, next-ში ჩაემატა ახალი node. და ნუ size-ი გაიზრდება, linked list-ი ახლა უკვე გახდა. აი ეს, თავიდან არის 200, მერე 100 და ბოლოში 300. ამისი next-ი მიემართება რაღაც nodes, აი ამ nodes. და ამისი next-ი null-ს. size-ი გაიზარდა ერთით და მორჩა ჩვენი ეს მეთოდი. კარგით. ახლა გადავიდეთ insert at index. ანუ შეიძლება არ გვინდოდეს მაინც და მაინც linked list-ის თავში, ან ბოლოში node-ი ჩამატება და მაგალითად მინდა რომ ჩავამატო 0-1 მეორე ინდექსზე. ეგ იმას ნიშნავს, რომ აი მაგალითად თავიდან რომ აქვს 300, 200, 100, 400, მინდა რომ 200-სა და 100 შორის ჩავამატო 500 და გამოვიდეს 300, 200, 500, 100, 400. ანუ მეორე ინდექსზე. ამიტომ აქ რა ლოგიკა მჭირდება? აქ უკვე მარტო current-ი არ მკმარა, მჭირდება previous რაღაცა ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც დავთრეხავ ახლა ამჟამინდელ nodes, რაც ახლა უყურებ და წინა nodes, რათა მათ შორის ჩავსვა ახალი node-ი. ანუ 200 და 100 შორის ჩავსვა node-ი. შექმნათ insert at მეთოდი, რომელიც პარამეტრად მიიღებს data-ს და index-ს, ანუ იმ data-ს, რომელიც უნდა ჩაუშვა, ანუ დავაინსერტო და იმ index-ს, რომელზეც მინდა რომ დავაინსერტო. და ნუ აქ შემიძლია რაღაცა პირობა მქონდეს, რომ თუ მაგალითად index-ი აცდენილია linked list-ის ზომას, აი მაგალითად მაქვს 0, 1, 2, 3 index-ი, ანუ 4 ელემენტი. და index-ი არის 7. ეგრევე დავარითმავთ, მოდი. ანუ თუ index-ი მეტია this size-ზე, ანუ linked list-ის ზომაზე, ეგრევე დავარითმავთ. რომ აღარ გავარზულოთ უბრალოდ რაღაცა ფუნქციონალი. აქ კიდევ ერთი кейსი გვაქვს. თუ მაგალითად 0 ინდექსზე მინდა რომ ჩავსვა ელემენტი, ახალი node-ი, ანუ რა გამოდის, რომ თავიდან 800-ია და მინდა რომ 500 ჩავსვა 0 ინდექსზე. ანუ 500 არის პირველი ელემენტი და head-ი მიემართება 500, აი როგორც აქ გქონდა. ანუ ამას გადავიტან იგითკენ ჩვეულებრივად.
ანუ თუ ინდექსი არის 0-ის ტოლი, მაშინ head-ი იქნება ახლად შექმნილი node, ეგრევე. data this head. და ნუ return-ი რო არ გაგრძელდეს მოქმედება. და თუ ინდექსი არის ვალიდური და არის 0-ის ტოლია, მაშინ დავიწყებ უკვე განსხვავებულ ლოგიკას. ნუ ჯერ node შევქმნი. ახალ node შევქმნი, new node, გადავაწყვეტ data. ამას მეორე არგუმენტი ჯერ არ უნდა, იმიტომ რომ არ ვიცით აი ამ node-ის შემდგომი pointer რომელი იქნება, ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ არ ჩაგვიხედავს linked list-ში. და შევქმნი ორ bergets, currents და previous. ანუ current-ი შეიცვლება ყველა ჯერზე, previous-ი შეიცვლება, რათა მათ შორის ჩავსვა ახალი node. და თავიდან ჩვენი current-ი იქნება head-ი. ანუ current-ი იქნება თავიდან აი ეს, მთლიანად. და ასე მჭირდება counter-ი. counter-ში მჭირდება თავიდან 0-ის ტოლია. აი მე მინდა მაგალითად მეორე ინდექსზე ჩავსვა ახალი node. ანუ რა გამოდის, რომ რაღაცა უნდა დავთრეკო რა, რამდენჯერ უნდა გადავარო და რამდენჯერ შევსულო current-ის და previous-ის მნიშვნელობა. ანუ სანამ count-ი იქნება ნაკლები ინდექსზე, ანუ თავიდან count-ი 0-ია, მე 1 გახდება, მე 2 გახდება, 2 ნაკლები 2-ზე, არა, ესე იგი უკვე მან უნდა ჩავამატო. ანუ რო ვიცოდე სად ვამატებ ახალ node-ს რის შუაში, მაგიტომ ეს count-ი სჭირდება. და სანამ count-ი ნაკლები იქნება ინდექსზე, მანამ შევცვლი previous და გავუტოლებ currents. ანუ ამჟამინდელი node თუ ესაა, current-ი თუ შემდეგი node გახდება, აი ეს, previous-ი გახდება წინა node, ანუ current-ი რაც გვაქვს ახლა. ასევე count-ი გაიზრდება, რათა დავთრეკოთ რომ ერთ node-ს გადავუარეთ და current-ი გახდება current next-ი. ანუ თავიდან current-ი თუ ეს არის, მერე გახდება აი ამის next-ი, მერე ამის next-ი და previous-ი გახდება წინაზე რაც იყო current-ი. ანუ ახლა თუ არის ეს current-ი და previous არაფერი არა ჯერ, შემდგომში current-ი გახდება next-ი და previous-ი გახდება აი ეს. მერე current-ი გახდება next-ი და previous-ი გახდება აი ეს node. რომ ვიცოდეთ რის შორის უნდა ჩავსვათ ახალი node. და როდესაც ეს ციკლი მორჩება, current და previous თავისი მნიშვნელობები დარჩენილი იქნებათ უკვე. მოდი აქ დავუწერ node before index, node after index. ანუ previous-ში ინახება ის node მეორე ინდექსამდე და current-ში ინახება node ინდექსის მერე. ანუ თუ მეორე ინდექსზე მინდა რაღაც ჩამატება 0 1 2 2-მდე ინახება ეს 200 და 2-ის მერე 300 ინახება და მან უნდა ჩავსვათ. და როცა ეს ციკლი მორჩება, node-ის next-ი შეიცვლება და გახდება current-ი. იმიტომ რომ current-ი არის node ამ ინდექსის მერე. რო ახალი pointer-ი გავუკეთოთ. ხოლო წინა node-ის next-ი იქნება თვითონ node. previous-ის next-ი იქნება node. იმიტომ რომ თუ უკან მაქვს რაღაცა node-ი, იმას ხო ჭირდება pointer-ი. pointer-ი მიმართება ამ nodes, ეხლა უკვე შუაში ზის და ამ შუა ახალ ჩამატებული node-ის next-ი მიმართება currents. ანუ იმ nodes, რომელიც ზის ინდექსის მერე. და ბოლოში მოემატება რა თქმა უნდა size-ს. ასე. ესეც რო გაჩვენოთ დებაგერით. მოდი ჩავამატოთ მეორე ინდექსზე. ანუ მოდი 400-ით ჩავუწეროთ. და 500-ით შევამატოთ მეორეს. ჯერ გავტესტოთ. 0 1 2 ნახეთ, აქამდე იყო 200, 100, 300, 400 და მეორე ინდექსზე ჩაემატა 500 ახლა უკვე. ნახეთ? აქ არ შევა, აქ არც არ შემიძლია მე 0 ინდექსზე არ ვართ. შეიქმნა ახალი node-ი. ანუ data 500 next-ნალი. ჯერ არ ვიცით რას მიეკავშირება და რის რეფერენს შეინახავს. current-ი და previous-ი შევქმნით. current-ი თავიდან იქნება this head-ი. ანუ მთლიანი ეს node, აი ეს იქნება. data 200 200 რო იწყება
next node, მერე 100, მერე 300, მერე 400. ესა current ჩვენ. count 0-ის ტოლია, count ნაკლები ინდექსზე? კი. ამიტომ previous-ი გახდება, ანუ სამ current-ის მნიშვნელობას შევცვლი, მამამდე previous ვინახავ. previous-ი გახდება current-ი, ანუ თლიანის head-ი, რაც იყო ამჟამად. count 1 გაიზრდება და current-ი გახდება current next-ი. ანუ current-ი ამჟამად თუ არის data 200 რაღაცა node-ი, აი ეს node-ი გახდება current-ის ახალი მნიშვნელობა. ანუ 100 და node. ახლა ერთი ნაკლებია 2-ზე კი, ამიტომ შევდივართ. previous-ი გახდება აი ამის მნიშვნელობა და current-ი გახდება შემდეგი node. ანუ 300. ახლა ციკლი მორჩება, იმიტომ რომ 2 არა ნაკლები 2-ზე და გამოვიდა, ნახეთ. მე მაქვს previous data 100 და current data 300. ანუ 100 მე უკვე ვიცი რის შორის ჩავსვა ახალი node, ანუ 100-სა და 300 შორის. previous-ი არის 100, ანუ 100 რომელ node-ში ინახება და next-ი არის 300. ამიტომ აი ამ node-ის next-ი, აი ამ ახალი node-ის next-ი იქნება current-ი. ანუ ამ ახალ node-ს ვეუბნებით, რომ შემდგომი pointer-ი გქონდეს current-ისკენ, 300-ისკენ. ნახეთ, აი ამ node-ის next-ი იქნება 300-იანი node, current-ი. და წინა previous-ის next-ი, აი ამის next-ი იქნება ახალი node. იმიტომ რომ ეს წინა node-ი უკავშირდება ახლად ჩასმულ node-ს. ანუ previous-ის next-ი იქნება 500 უკვე. 500 არა, ბოდიშით. ხო, 500. აი, next-ი. 500. ας შეგვიძლია რომ ჩავაინსერტოთ რაღაც ახალი node-ი linked list-ში რაღაც ნებისმიერ ინდექსზე. თუ მაგალითად არსებული ინდექსი რაღაც 40 სიტყვაზე. ნუ ეგრევე დაარეთანებს და არაფერს არ იზავს. ისევ იგივე დარჩება. იმიტომ რომ 40 ინდექსი არ არსებობს. node class შემოხსრებული თუ ჩვენ წერთ სულ. node class-ი შექმნილი გვაქვს სულ თავიდან. აი აქ. რადგანაც ბევრჯერ გვჭირდება ახალი node შექმნა, ამიტომ მას კლასი გავუკეთე და ნუ ყველა ჯერზე მე მიწევ შექმნა. new node-ით ვქმნი ახალ nodes. რომელშიც ვაწვდი data-ს და ასევე next pointers. იმიტომ რომ next იღებს ეს თავიდან ნალია default-ად, მაგრამ ეგ განსაზღვრავს თუ რას დაუკავშირდება ეგ node-ი. შემდეგ ელემენტს. Errors. Okay. აი როგორც აქ მაქვს. მე თუ მინდოდა რომ 500 შემატებინა მეორე ინდექსი, ანუ 200-სა და 100 შორის, საბოლოო ჯამში previous-ი არის 200, current-ი არის 100. ამიტომ რას ვაკეთებ? step პირველი. ამ node-ის next-ი იქნება current-ი, ანუ 500-ის next-ი იქნება 100 და previous-ის next-ი იქნება node, ანუ 200-ის next-ი იქნება 500. და ამით ვანიშნებ, რომ 500 იყოს 200-სა და 100 შორის. ანუ ეს previous და current-ი აუცილებლად მჭირდება, რათა დავთრეკო რას შორის, რომელ ორ node-ს შორის ვსვავ ახალ node-ს. Okay. ეხლა მოდი უბრალოდ გამოვიტანოთ ინდექსი. მაგალითად მინდა რომ მეორე ინდექსზე რომელი node-იცაა, მეორე ინდექსი ახლა უკვე 0 1 500-იანი node-ი, მინდა რომ ეგ გამოვაკონსოლო უბრალოდ, მეტი არაფერი. get at index და ნუ აქაც იგივე მჭირდება. რაღაცა counter-ი მექნება, რომელიც თავიდან 0-ის ტოლია. და როცა counter-ი გაუტოლდება index, მე გამოვიტან node-ის მნიშვნელობას. ამ node-ებშიც უნდა გადავხდე ხოლმე. ჯერ თავიდან იქნება head-ი, სულ თავიდან. ანუ ეს იქნება current-ი. მერე current-ი იქნება ამის next-ი, მერე ამის next-ი და count-ი თუ გახდება index-ის ტოლი, ესე იგი მაგდადას გამოვიტან ეგრევე. ანუ თავიდან current-ი ისე იქნება this head, ანუ სულ პირველი node-ი. count-ი იქნება 0-ის ტოლი
და სანამ current-ი არსებობს, მანამ current-ი ხდება current-ის next, ანუ ყველა იტერაციაზე ნელა შემდგომ ნოუდებზე გადავდივართ, იმიტომ რომ შემდგომი ნოუდი next-ში ინახება. ანუ ამ current-ში შევინახავთ current next. და თუ count-ი გაუტოლდება index, გამოვიდა რომ მივაღებთ ჩვენ nodes და დავარეთანებთ current-ის data-ს. შეგვიძლია მარტო data დავაბრუნოთ. რა თქმა უნდა count-იც ყოველჯერ უნდა გაიზარდოს, რომ ხარვაზე არ მოხდეს და თუ არ არსებობს ელემენტი, ეგეთი ელემენტი და ეგეთი ინდექსი ზოგადად იქ linked list-ში შემიძლია რომ მაგის განს თავი დავიზღვიო, რომ თუ ინდექსი მეტია this size-ი დავარეთანო. აი ეს. და ბოლოს შემიძლია რომ ყველა შემთხვევაში მქონდეს ნალის ეთერნი. აი ეს. ანუ ეხლა მე რომ დავწერ ll წერტილი get at მეორე ინდექსი და მას მე კონსოლში გავუშვებ, იმიტომ იქ რითარანდება. გამოვიტანს 500, იმიტომ რომ მეორე ინდექსზე მაქვს 500-იანი ნოუდი. აი, მოიცადეთ. ამას დავაკომენტარებ. გამოვიტანა 500. მე შემიძლია მთლიანი ნოუდი გამოვიტანო. ეგრევე current-ი გამოვიტანო. ნახეთ? მეორე ინდექსზე დგას ნოუდი, რომლის data არის 500 და მისი შემდგომი pointer-ი მიმართება აი ამ nodes 300-იანს. ამ 300-იანის მიმართება 400. ამ 400-ის მიმართება 0-ს, იმიტომ რომ კუდი არის ბოლოში და არაფერი არ აქვს. მაგრამ მოდი data გამოვიტანოთ, რომ უფრო მოკლე იყოს და ლაკონური. Okay. და ესა ჩვენი get at-ის რეპრეზენტაცია. ანუ გვაქვს რაღაცა count-ი. რამდენჯერაც ერთით მარჯვნივ გადავალთ ახალ node-ზე, count-ს ვზრდით და თან ვკითხულობთ, რომ მივედი იმ ინდექსამდე, რომელიც user სჭირდებოდა, თუ არ მივედი, კიდევ ვაგრძელებ, შემდეგ node-ზე გადასვლას, ანუ ყველა ჯერზე current-ი ხდება თავის next, ანუ ყველა ჯერ შემდეგზე გადადის. და თუ ინდექსები გავუტოლდება, ანუ count-ი თუ გავუტოლდება ინდექსს, რომელსაც ვეძებთ, დავაბრუნებთ აი ამ current-ის data-ს, ანუ ჩვენი საძიებელი node-ის data-ს. Okay. ახლა შევქმნათ მეთოდი იმისთვის, რათა წავშალოთ linked list-დან კონკრეტული ინდექსი მყოფი node. მაგალითად, მეორე ინდექსი ამჟამად დგას 500-იანი node. თუ გადავაწყვეტ ორიანი ამ მეთოდს, უნდა წაიშალოს 500-იანი node. Remove at index. ნუ აქაც იგივე თავიდან შემიძლია გავუტესტო, რომ თუ ინდექსი მეტია this size-ზე, ანუ თუ მაქვს მე linked list-ში მაქსიმუმ 5 ინდექსი, მე 5 ინდექსი და user-მა მითხრა რომ მე-10 ინდექსს აშალო, მაშინ ეგრევე დავარეთანოთ, იმიტომ რომ მე-10 ინდექსი არ არსებობს, ხო? და ნუ აქაც იგივე მჭირდება current-ი და previous-ი. მე რო ერთ ელემენტს ამოვაგდებ, pointer-ი ხო შეიცვლება აი ამ 500-ის წინ რა node-ის იყო, იმიტომ რომ 500 ამოვარდა, ამიტომ current და previous-ი ისე მჭირდება. თავიდან current-ი იქნება this head-ი, სულ პირველი node-ი, ანუ აი ეს, და previous ჯერ არაფერი არ იქნება. ასევე count-ის მჭირდება, იმიტომ რომ მე უნდა ვიცოდე, როდის უნდა მოვაგდო node-ი. ხო? თუ ინდექსი არის 5-ის ტოლი, დავიცვლი. ჯერ 0-ია count-ი, მე 1 გახდება და current და previous შევცვლი, მე 2 გახდება, current და previous შევცვლი და ასე შემდეგ. და თუ ერთი რაღაც case შეიძლება გამიხილოთ, რომ თუ ინდექსი 0-ის ტოლია, ანუ გამოდის, რომ მე მინდა პირველივე ელემენტის ამ 0 ინდექსთან დგომი node-ის ამოვგდება. ხო? ამიტომ გამოდის, რომ head-ი გადაინაცვლებს ერთით მარჯვნივ, ანუ აი ამ პირველი current ელემენტის next-ზე. აი ამ current-ის next-ი, პირველი ელემენტის next-ი ხო არის 200. ამიტომ head-ი გადაინაცვლებს 200-ზე. head-ი აქ მოკავშირდება. და თუ ინდექსი 0 არაა, მაშინ მექნება ახლა while ციკლი, რომელიც მსგავსია რაც აქამდე გავაკეთეთ, სანამ count-ი ნაკლები იქნება ინდექსზე, მანამ count-ი გაიზრდება. და ამავდროულად წინა previous-ი გახდება current-ი, ხოლო current-ი გახდება current next-ი.
ანუ თუ ახლა current-ი არის ეს მთლიანი, ერთ იტერაციაში current-ი გახდება შემდგომი ელემენტი, ანუ next-ი და previous-ი გახდება წინა node-ი. მერე current-ი გახდება აი ეს, previous-ი გახდება აი ეს. და როცა while ციკლი მორჩება, მე შემიძლია ერთი node-ი საერთოდ ამოვძირკო, ასე რომ ვთქვათ. ანუ წინა რაც იყო, ანუ მაგალითად მე თუ მეორე ინდექსის ამოღებმინდა 0 1 2 300 ამოღებმინდა, რა გამოდის? რომ previous-ი არის 200, ხოლო next-ი არის previous-ი არის 200 და current-ი არის 400, ხო? არა, current-ი 300 იქნება, მეგოდიშთ. previous-ი არის 200-იანი, current-ი არის 300-იანი. მაშინ გავჩერდებით. და მე თუ მინდა რომ ეს ამოვაგდო, რა გამოდის? რა უნდა მოხდეს? 200 უნდა დაუკავშირდე 400-ს. ანუ previous-ის next-ი უნდა დაუკავშირდეს აი ამ 300-ის next-ს, ანუ 400-ს. და მაგას დავწერ. previous next უდრის current-ის next-ს. და ნუ ბოლოს size-ი 1 შემჩერდება. ას. მოდი გადავუაროთ. ამოვშალოთ remove add მეორე ინდექსი მდგომი node. ნუ აქ არ შევა. current-ი არის მთლიანი head-ი. data 200 და რაც ბევრი node კიდევ. previous-ი არაფერი არა, count-ი 0-ის ტოლია. ნუ 0-ის ტოლი აქ არ არის, ინდექსი, ამიტომ აქ არ შევალთ. და სამ count-ი ნაკლები ინდექსი. count-ი 0-ის ტოლია, ინდექსი არის 2-ის ტოლი, შევდივართ, count-ი გაიზრდება. previous-ი გახდება current-ის მნიშვნელობა, ხოლო current-ი გადაინაცვლებს ერთით მარჯვნივ. ნახეთ, previous-ი გახდა current-ი, ხოლო current-ი გახდა აი ამ თავის next-ი, შემდგომი node-ი. რომელიც არის 100. შემდეგი next-ი 100-ია. აი 100 და რაღაცა node-ია. ეხლა ესე ერთი ნაკლები 2-ზე, კი ამიტომ გაიზრდება count-ი, previous-ი გახდება current-ი, ხოლო current-ი გახდება current-ი გახდება ხო 500. ამას უყურებდი, არა და 500-იც მაქვს მე. while-დან გამოვდივართ და ეს რას ნიშნავს, ნახეთ? მეორე ინდექსი მე მქონდა 500-იანი. ამჟამად current-ი არის data 500, previous-ი არის data 100. მე თუ მინდა რომ 500-იანი node-ი ამოვაგდო linked list-დან, რა უნდა გავაკეთო? მე წინა ამ 500-მდე რაც იდგა, ანუ 100-იან node-ის next-ი უნდა გავხადო ამის შემდგომი. ამის შემდგომი არის 300. ანუ წარმოვიდგინეთ გვაქვს 100 500 300. ესე გვაქვს 100 500 300. მე თუ მინდა რომ 100 500 300-დან 500 ამოვაგდო, მაშინ ამ 100-яნის next-ი უნდა გავუტოლო 300. და 500 ამოვარდება. მაგას ვაკეთებ, ანუ previous-ის next-ი, აი ეს next-ი იქნება current-ის next-ი, ანუ 300. და ნუ size-ი შემცირდება. მოდი remove-ით რომ მოხდება, მე დავაკონსოლოთ ყველა ელემენტი. ანუ თავი ნახო არის 200, 100, 500, 300, 400. ახლა იქნება 200, 100, 300, 400. ანუ წეგან previous-ი იყო 100, current-ია 300 და მე 100-იანს ვუთხარი, რომ 100-яნის next-ი ახლა უკვე იყო 300. ანუ აქამდე 100-яნის next-ი იყო 500, მაგრამ 100-яნის next-ი გახდა 300 და 500 ამოვარდა საერთოდ. ანუ მე იდეაში აი ამ nodes ტექნიკურად არ ვშლი. უბრალოდ next აი ამის შემდგომ pointers უთითებ 300-ისკენ. ეს ტექნიკურად არ იშლება, ანუ მე არ ვშლი ამას. უბრალოდ JavaScript-ის garbage collector-ი არის ბრწყალეში მოწყობილობა ჩვენს კომპიუტერის სიღრმეში, რომელიც ასუფთავებს მეხსიერებას. JavaScript-ი არის მაღალი დონის language-ი და არ გვიწევს ჩვენ რაღაცა ცვლად რომ შევქმნით და მე არ გამოვიყენებთ. ან
data სტრუქტურაში რაღაც აღარ ვიყენებთ, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ მეხსიერებაში ადგილი. ეგ არ გვიწევს. JavaScript თავად აკეთებს. ტექნიკურად მე არ ვშლი ამას, მაგრამ მე მაინც თავისუფლდება. აი თუ ავიღეთ მაგალითად რომელიმე low level ენას, ანუ ქვედა დონის ენას, C-ს მაგალითად, მან ჩვენ გვიწევს რომ მეხსიერების უბნები გამოვყოთ, ანუ გავათავისუფლოთ რომ რაღაც ახალი შევქმნათ და რომ მოვრჩებით მაგის გამოყენებას, მე გავასუფთავოთ. და სხვადასხვა საინტერესოა ეგ. და ვისაც სერიოზულად გინდათ რომ მოკიდეთ ამ სერიოზს ხელი, ჩემი რჩევა იქნება რომ მომავალში რაღაც რომელიმე ერთი low level ენას ისწავლოთ, მაგალითად C. თუნდაც გაიაროთ Harvard-ის კურსი არის ერთ-ერთი, აი უდიდეს რეკომენდაციას უწევ, უფასო არის. CS50 ქვია, CS50 X, CS50X. ეგ გაიარეთ და მანდ ისწავლეთ კომპიუტერულ მეცნიერებას და ძალიან საინტერესოა low level ენით იწყება. ბევრი რამე რთულია JavaScript-თან შედარებით და ბევრი რამის ხელით გაკეთება გიწევთ. მაგრამ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აი პირდაპირ მეხსიერებასთან გაქვთ შეხება. ანუ მე JavaScript-ით არ შემიძლია რომ მეხსიერებაში ხელები ვაფათურო. და თუ მე C-ენაზე ვწერ, შემიძლია რომ თუ მეხსიერების ერთ უბანში შევედი, იქიდან ყველაფერს მივწვდე. ანუ მე თუ მაგალითად რაღაცა მასივის რაღაცა ელემენტი ჩავახციე მეხსიერებაში C-ენით, შემიძლია რომ იმასიდან გავიდე და რაღაც სხვა ინფორმაციები ავიღო. და სხვადასხვა ძალიან ბევრი კიბერ შეტევის კოდი C-ზეა დაწერილი, იმიტომ რომ ერთ მეხსიერების უბანს თუ მიწვდებიან, მე ყველაფერზე აქვთ მიღწევა რა, თითქმის ყველაფერზე. და ძალიან საინტერესოა. და ესა ჩვენი ამოღება ინდექსით. და ნუ ბოლო დაგვრჩა ლისტის დაკლიარება, ანუ გასუფთავება. ნუ ეს ყველაზე მარტივია. ლისტის გასუფთავება ნიშნავს რას? რომ head-ი არის ნალი ისევ, როგორც სულ თავიდან მქონდა, როცა ვქმნიდი მე linked lists, აი აქ. და ასევე size-ი არის 0, იმიტომ რომ გავასუფთავე და მასში ნოუდების რაოდენობა 0 გახდა. ეს. ანუ მე თუ ახლა დავაკლიერებ clear list print და გამომიტეს არაფერს, იმიტომ რომ მეტი ანუ აღარ გვაქვს საერთოდ რა არაფერი. ნუ შემიძლია გამოვიტანო ასევე ამ ლისტის size-ი რომ დაგარწმუნოთ, არის 0. ანუ დაკლიარდა. ეს რიმური რო გავიაროთ, ნახეთ რა მოხდა. გვაქვს თავიდან 300, 200, 100, 400 და მინდა რომ მე 100-იანი ამოვიღო, რომელიც არის მეორე ინდექსზე. previous და current-ის მეშვეობით დავთრე ყველაფერს. და ნახეთ მე მივედი previous არის 200, მეორე გრაფას უყურეთ. previous 200, current-ი 100. ანუ 100 რო ამოვარდება, რას ნიშნავს? რომ 200-яნის next node-ი პირდაპირ გადაემისამართება 400-იანზე. We don't delete the node, we bypass it. ანუ ჩვენ არ ვშლით nodes, უბრალოდ გვერდს ვუვლით. და JavaScript-ის garbage collector-ი თავისით ასუფთავებს მაგას. ან 200, 100 და 400 რო იყო, რატო იყო? იმიტომ 200-ის next-ი მიკავშირებული იყო 100-იანზე, მაგრამ ახლა მე previous ანუ 200-ის next-ი მივაკავშირე 400-ს. ერთით მარჯვნივ რაც იყო. და 400 როგორ ავიღო? 400 ინახება current-ის next-ში. და ეგრე გავაკეთე. ეს დაკლიარება საერთოდ რო დავაკლიერეთ. და ხო ეგა. სულ ეს იყო ეს link list-ები. basic-ები რაცაა, ძირითადი. ძალიან საინტერესოა. მარტივი არ არის მართლა და გირჩევთ ამ ლექციას კიდე რამდენჯერმე უყუროთ, ან სამ არ გაიაზროთ კარგად. იმიტომ რომ ბევრ მომენტში მოგიწევთ დაპაუზება და დაფიქრება ამდენიმე წუთით. 15 წუთით თან თქვენით რო ივარიშოთ რა. ანუ ეხლა ლექციის ფორმატი იმის საშუალებას არ ამაძლევს, რომ რაღაც მომენტებში გავჩერდე და 20 წუთი გავჩერდე ხოლმე რა. 5-6-ში 20 წუთი გავჩერდე, ძალიან გაიწელება ლექცია. მაგრამ გირჩევთ რომ ჩაუჯდეთ, კარგად გაიაზროთ. პრაქტიკაში რაღაც საიტების კეთებისას არ გვჭირდება, თუმცა დაგჭირდებათ ალგორითმების გასაუბრებებზე, ასევე ბევრი რაღაცა გაკეთებული link list-ებით, აი მაგალითად ავიღოთ აი მაგალითად იმას რა ქვია. მუსიკების ის რო არის რა, playlist. Playlist-ი შეგვიძლია მარტივად გადავიდეთ შემდეგ სიმღერაზე, ხო და წინა სიმღერაზე. აი Spotify-ზე თუ დაგვერები ხართ, გაქვთ feature-ი რომ გადახვიდეთ შემდეგ სიმღერაზე ან წინა სიმღერაზე.
აი მაგის რაღაცა იმპლემენტაცია შეიძლება linked list-ით გაკეთდეს, იმიტომ რომ next-ი გვაქვს, next-ში გავშვით და ვეგროვ შემდეგი node-ი. ანუ შემდეგი სიმღერა. ან browser history ისრები რო არის browser-ში გადასვლა უკან გადასვლა წინ. ეგეც შეიძლება რომ მაგის ანუ linked list შეიძლება მოხდეს მაგის იმპლემენტაცია. რომ შევინახოთ აი წინ გადავიდე სად next-ში გადავალ, ანუ შემდეგ link-ზე გადავალ. next node-ზე. და კიდევ რამე შეიძლება ან ბევრი რაღაც ალგორითმი შეიძლება რა მოიხსნას. ამებს შაუჯექით, შეგიძლიათ დაარესერჩოთ რაღაც რა ალგორითმები შეიძლება გადაიჭრას link list-ებით, რა ალგორითმები ხვდებათ link list-ებზე პროგრამისტებს ყველაზე ხშირად გასაუბრებისას და უფრო ჩაუჯექით, ანუ მარტო ის არ იმყოფინოთ, რომ აი მე უბრალოდ დაგიხსენით link list-ი როგორ მუშაობს და როგორ ვამატებთ, როგორ ამოვიღებთ და ასე შემდეგ. თქვენითაც კიდევ ბევრი იმუშავეთ. ხო, და დღეისთვის ეს იყო, ეხლა ჩანდეს გამორთო და გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე.